მოკლედ მოუხარში ამათ ხინკლები, კარგი, კარტოფილიანი ვარენიკები, ქალბატონიც აქ არის, გეგას ტელეფონი უნდა და მაგიტომ არის ეგრე. კი, დედიკო, დაგიჭრი. აბა დაუჭრათ, კოკაკოლა მოვატანინე, რომ მაინც ცომია და მაგიტო ყოველთვის მეშინე მაინც მოვატანინე. დავუჭრი ახლა. ქალბატონო. ქალბატონს დავუჭერით. ეხლა გადავინაცვლოთ გეგასთან. გეგასაც შევუცვიოთ უსუკითა. ესეც ასე. გეგასიც მზად არის. გეგა, ნუ ბუტიობ. გითხარი გათხოვებ მერე თქო. დედას ბიჭი, ცეკვაზე უნდა წავიდეს გოდე და მაგიტომ ჩქარ-ჩქარა გავაკეთე. გოდე გავუშვით მაღაზიაში. დედას ბიჭი მოესწრო. ისე მოეწესრიგე. აქაც მოუწმინდე ყველაფერი. ესენი აქ ტელეფონს შესქერიან. ხო და მოკლედ აი ესე. აქაც იგივე ოღონდ აქედან ყველაფერი გავყარე, საბნები, ლეიბები, ბალიშები. მერე უნდა შემოვიტანო, გავამზეურებ. რა ეტაკა რა? გეგა, თუ წავთვი იცოდე გაგიბრაზდები. ეხა გავიცლი. ჩემი თავისთვის. რა ვიცი ძვირფასებო, მე ეს კრემიც არ მომიხდა. მოკლედ რაც კარგია, მე მგონი არაფერი არ მიხდება. თუ კარგია. იმიტომ რომ რამდენი წავისი, იმდენი გამონაყარი გამიჩნდა. ნუ ყურებ მაშინ. აუ, ყოღო შემოფრინდა, ყველგან ღია მაქვს. არ არის საშიში დებუზი. ფუზების ეშინია. ყოღოების ეშინია. რისი არ ეშინია ამბავს. მოკლედ არ მომიხდა ის კრემი, რომ გაჩვენეთ ადას რომ ვუყიდეთ თქო. მხოლოდ და მხოლოდ ეს და ეს. ვერ გავიგე რატო. ესეც ეს მაქვს ბოლო მეტი არა მაქვს და უნდა გამოვიწერო ისე ტემოდან. კი მეუბნებით იქაური არ გინდაო, მაგრამ სხვა ჩემი სახე არ მოარჩინა. რაც მჭირდა, ასე რომ მაგ დიეტებიდან და მაწვნის ჭამიდან გამომდინარე. ასე რომ კიდევ რაც მომიხდა ვიცი, მხოლოდ იმას გამოვიყენებ. აქ კი აჩაბნელებული, მაგრამ რა გავაკეთო? არაფერიც არაუშავ რა. წითელი ეს შავი ტუში ჩამიშრა, მაგრამ წარბებისთვის რო გამომადგება, მაგიტომაც არ ვაგდებ. როგორ მშურს? აი, კარგი მაკიაჟის კეთება რო იციან, აი ძალიან. მე არ გამომდის. ღმერთო როგორ ბნელა აქ. შუქიც უშველის.
არ მგონია. всё. ისე. სრულებით საკმარისია. ეს ვის დაუტოვე, ესეც საღიდი მაქვს. ცვილი არ ხირს, მე ძალიან იაფად გამოვდივარ. 9 ლარი, ზოგჯერ 8 ლარამდე და 5 ლარი. მეტყვით ხა იაფე და რაღაცა არ ვარ მაგრამ ვარ გახალხო ჩემთან და ეხა ყველას კანი არის ინდივიდუალური. ახლა ნახეთ მე რა დამრჩა. ამოსარეცხი. გეად ვისა მოკლედ ხალიჩა მაქვს მოსატანი ქალაქიდან. ხო და მე ვერ მივდივარ ჯერჯერობით და მე მგონი დღეს ვერ წავალ. აი იქ ხალიჩა რო დავაფინე ლოჯზე, რომელიც აქ მქონდა წინ. ის ზუსტად მაგის მსგავსია, უფრო განიერი. ხო და მითხრა იმ გოგო მოგცემო. მომავალი თვის ბოლოს უნდა მივცე. ხანა ასე რომ რა თმინდა არ ვიცი ხალიჩებს ვერ ვიტან. არ მაქვს ხალიჩების სატანა. იმიტომ რომ სულ წესასრუტით უნდა ვადგე, აქ იმდენი მტუერია. მაგრამ მაინც მინდა მეთქი და ხა თუ მინდა და ჩემი წამება მიყვარს იყოს ახან უთხარი 40 ლარად არის ისიც შიგნით 39 ეწერა ნახე, მაგრამ იმდენად სულელი ვარ მომერი და 38 რატო წერია თქო. დაიჯერებთ ხალხო თქვენ ამას. არ დაიჯერებთ. იმდენი სიკეთე ჩემ შვილებს რამდენი გულახდილად გიყვებით ყველაფერს თუ რამეს გიყვებით და თუ არ გიყვებით ისე იგი არ გიყვებით სხების გამო რომ მაინც რაც არ უნდა იყოს მაინც დავტოვოთ ის შეიძლება იმანაც არ იცოდა ამ პირველია ის და ასე შემდეგ ამიტომ შეიძლება იმანაც არ იცოდა ეს მიკამ რომაჩუკა ისაა ჩემმა ძმა და ხომ ეს რამდენი წელი ძალიან მსუქნად რო ვიყავი აი ასე მქონდა ზემოთ ამიტომაც არ ვიცი და ეხა ჩავიცი დღეს დილით ჩავიცი მოკლედ შეიძლება გავხდე მე მაგრამ სად რო ვარჯიშობენ და ისე ხდებიან და სად ისე რო გავხდე მე ბევრი განსხვავება იქნება რა თქმა უნდა ვარჯიშით უფრო მკვირდებიან მე ხა რამეზე გამკვრივება მჭირდება მეთქი ვერ გეტყვით იმიტომ რომ არ არის ეგრე მარტო მუცელი მადარდებს მხოლოდ თორე სხვა რამე არაფერი საერთოდ არანაირი პრობლემა არ მაქვს მარტო მუცელი ხო და ეს არის ჩემი სიზარმაცე რომ ძალიან ზარმაცობ და ვარჯიში არ მინდა მეზარება მარტო მეზარება თან რატო იცი ხო ვარჯიშობდი მე და მე მივატოვე სადღაცა 10 დღე გადაბმულად ვარჯიშობდი და კი კაი იყო მაგრამ ნახე რა იყო მე რომ ხანი ბევრი უნდა უყურო რომ არის არასწორად ხო არ აკეთებდა რაღაცა გული ამიცრუდა მაინც რატომღაც არის იქნება და არასწორად ვაკეთებ და ეხა ყოველთვის მაგას რა უყურებს მაგრამ მოკლედ ხოდეს მე რამე წამოვიწყე ეს დილით დასვარე სამათმათორეს საერთოდ არაფერი დამიტოვებია. ხინკლები რო გავაკეთე, იმათში კოკაკოლები ჩაუსხი და
და ამაში მოვხარშე. ეს თებშებზე მიიწვევდი. ჩანგლების რა თქმა უნდა მაგათთვის ჭირდება. მხოლოდ ეს დანარჩენი მოვასუფთავი, მაგრამ უბორკა მჭირდება ხალხო და როდის მივიდე, არ ვიცი, უბორკაში გეუბნებით, საერთოდ აი იქიდან ყველაფრის გადმოყრა, აქედან, იქეთ კიდე ჭურჭლეულობა რომ მილაგია იქედანაც ყველაფრის გადმოყრა და მოსუფთავება, ანუ გადმოწმენდა, ეგ მჭირდება. როდის მივიდე, არ ვიცი. ეს 25 ხვალანა მარიას დაბადების გიორგის დაბადების დღეა. ჩემი ძმისშვილი. ამაზე კექსი როიდო. სუმუხანჭამა ის თვითფასებო დღეს ბოლო ნაჭერი ედო. სოფელ ამბობდა რომ ყველას შევჭამდიო, მაგრამ რომ სუქდებიო მოვითმენ და დილით შევჭამო. მაგიტო არ მიიწვა. ეს დილით რო წავიდა ყოველჯერზე მესრება აქ რომ მიდევს მაგიტო მე ეს წვეთები აჩნდებათ სულდად ძალიან. ჩქალში წავიდა თავის მშობლებთან რომ ჩემი მამაშვილის ახლობელი გარდაიცვალა და დაკრძალვაზე წავიდა. მე ვაჯავრებდი, მე არ მიყავარ და შენ მარტო რატომ მიდიხარ მეთქი, არც კი მეუბნებით მეთქი, ოდესმე წამოდით სადმე. როგორ წამოხვადო სამი ბავშვით, მეუბნება, აი გაის საქმე, მე ვიხარი, ეგ მე ციცოდი მეთქი. სამი ბავშვით როგორ წამოვა. ეს ჩამომივარდა. ხო და მაგიტომაც არის, მაგრამ არ ვიმიტებ. შეჯერებით გადასაგდებად. მე გადავაგდებ ცოტა ხანში. ეს მე და მუხას ერთად ყოფნის დროს მაქვს ნაყიდი. ეს ქვავი მქონდა რომ მოვედით და აი ის შავი რო იყო და რო გავართეთრე. ის ჩემმა ძალმა მაჩვენა. მერე მუხას ვეხვეწებოდი, განვადებით გამომიტანე. ემუდარებოდი, სალიმინები გამოვატანინე. ჩემ დაჭირად. ხა და ვიტახაც. მოვიტანე ხა იტახაც. ორი დავაცხე ჩემთვის. წუხელ. ტატურია ყურები, მე რო ვეძახი. ოღონდ საფუარიანი მქონდა ეხლა. ხვალ
სკოლიდან მიყავს ბავშვები თეატრში. 4 ნახევრისთვის მოიყვანეთო, უფასოა. ხო და მოხდით ჩვენებით. ანუ უმეტესწილად დევნილებისთვის იყო ესეთი რაღაცეები და როგორც იქნა ეხლა ჩვენებიც მოხდნენ და ძალიან გამეხარდა. ან მინდოდა რომ რამე ისე ეს მაინც დამჭირდება. დავწერე გოგოებთან, ჩემ მშობლებთან რომ კარგი იქნებოდა მეთქი რომ ესე ყველა ბავშვს ეხებოდეს მეთქი ხოლმე მსგავსი რაღაცა და ყველა მშობელი დამეთანხმა ძალიან გული გამიხდა მართლა. ყველა მშობელი დამეთანხმა, თუმცა ეს ახლა მშობლებზე, არც დირექტორზე არაა დამოკიდებული, ეს იქიდან მოდის სამინისტროდან, ასე რომ ეხლა ჩვეულებრივად ჩვენებიც მოხდნენ, ანუ ადგილობრივებს ზეძახიან, ვინც დევნილი არ არის. აბანოს კარი ვინ დატოვა? შეხედვა და არის. არის. მოკლედ ესე. რაც ცოტა ზეთისგან ზეთისგან ჩდება ნადევი. ეს რაც გქონდა მოვაშორე. საერთოდ ყოველთვის ხეხავდა. მაგრამ მაინც ყოველ გამოყენებაზე ცოტა ნადები მაინც ნადებივით რა ვიცი, ანუ სხვა ფერში რო გადადის წითელში და მერე კაფაზე ეკრობა, მერე ის ბევრი თუ არ გახეხე მრავლდება, ანუ მრავლდებაში რა ვიცი, კიდე მეტი და მეტი ემატება გამოიყენება. ხო და ამ კაფებზე ამბობენ არ იხეხებავ, მაგრამ მე ჩვეულებრივად ხეხავ და არანაირი ის არა აქვს. შეიძლება სულ ოდნავი გავკრავდეს ნაკაწრი, მაგრამ გაჩვენებთ ახლა. კიდე ცოტაც დასამატებელია აგერ. აი აქ. ნადებიზე. კიდე მე იყოს. ხა მინდა რომ გაჩვენო. აი ამებზე რო ყვითლდება და რაღაცეებს რო აჩვენებენ სქიმებს, უცებ როცა გავხეხავთ ძალიან ადვილად შორდება. ძალიან ადვილად არანაირი ზედმეტი დაწოლა ან რამე არ უნდა. აი ეს ნახეთ, აი ამაზე გეუბნებით. აქ თეთრი როა ოდნავ ეგ არის, ეხლა რომ ხეხე მაგის რომ ის ნადები აი შიგნითაც აგერ ხედავთ, თეთრი არანაირი ნაკაწრი არ აქვს. სულ ხეხა. მაგრამ უნდა ოდნავი რბილად იმის სახეთის გამოყენება. ამდენმა ვთქვა, რომ ეს ტაფები ყოველთვის გაგვიფუჭდაო და მაცივრიდან გამოიტანე და ცოტა ხანი აბა გამოდი შეალაგეს კამები. მიატყი შემიძლია მე არ შეხები ვარ. ნუ მიწრები მან იცი 3 სკამი ალაგია. მერე შენ სად და სად ყრიდედიკო მაგ სკამებს და გაქვს წინ და უკან აქ ცოტა ცომიც მაგ თასი რომ ვიდოს. ამიტომ არ ვაგდებთ ჯერჯერობით ამას გასარეცხად. ეს არ შორდება და რა გავაკეთო. ნესტისა. სკამი მიდედე იქეთ. ჩადე სკამი. ხოდეს მაიკა ჩავაცვია დას. Thank
წყალი რამდენი დავიჭიქ? ახ, არ დამიმთავრებია ეს. ხო. დამხმარება. დამხმარია. კარგი. მოკლედ ეხლა მე ძალიან მინდა რომ გოდესთან წავიდე. დადისკი. იმას ჯიბი არა აქვს, დედიკო. ამაში ჩაგისხა? აი. არა, დედიკო ამას მოვლեց ხალხო. გრიანი არ ჩაიდო პირში. კოდემ გამიტეხა ეს იქ. საავად მოყოფილ. კურნალში რო ვიყავით. წყავს სვამ იმ დოქიდან. აი ამიდან. მაინტერესებს რამდენს სვავ ხეში. უბრალოდ სწორია სვამ. გოდესთან მინდა რომ წავიდეთ ბავშვებო. თქვენც გაცვიათ მარტო ადას შევუკრავთ თავს ფერზე ჩაკაცებთ და გოდესთან თმას თავს მეთქით. გოდესთან წავიდეთ. გოდე მოვიყვანოთ თან ცოტას გაგასეირნებ, თორე სულ შიგნით ხართ და ცოდვე ვიხარდე. მე არ მისმის თმას. გავასეირნებ ამათ. აი ფუშტი. თეატრში წავალთ. თუ იქნება ტელეფონზე თუ ჩართი ინტერნეტი, არ ვიცი თუ შევძელი ლაივის ჩართვა ჩავთავ, მაგრამ ის სხვაგან ქალაქშია სადმე როგორ აჩვენებს არ ვიცი, იმიტომ რომ აქ ჩვენ ხო Wi-Fi გვაქვს. მოკლედ, ხო ის ვიდეო გამოჩვენებიდან. ეს ვიყიდე გუშინ კეკას, რამდენი ფეხსაცმელი აქვს, ყველა მიჭერს გაიძახის და ესენი ვიყიდე გუშინ ჯიმი ბრენდიში ღირდა ძვირფასობა 19 ლარი. ფასდაკლებით. 29 ზომა არის, თვითონ ჩაიცვა, ეს მინდაო თვითონ აიკვიატა და მოკლედ ეს ვიყიდე. ამ ფასად ფეხსაცმელს რა ვიცი მე აქ ბაზარში და სადმე ვერ იპოვი. მხოლოდ ჯიმიში და რა ვიცი, ცუდი არაა. ცოტა ხანი გაუძლებს ამერა. რა არის ეს? სოკოგეთე. მოკლედ. ეს ჩაიცვი შენ, თეთრი ლოტასები. შენ მოდერა ფეხი მომე. ეს ბორჯომში რო ვუყიდეთ, აი ის არის. ის ფეხსაცმელი. ჯერჯერობით კიდე აცვია. მოდი დედიკო ფეხი მომე. ჩაგაცვა და მერე გარეთ წავიდეთ. მე თქელა. მერე რა? კაი ამინდია და გარეთ გავიდეთ, სუთა ჰაერი ჩავყლაპოთ. დედიკო მოინდომოს ცოტა, თორე აბა თქვენი გამყვანი გარეთ, მამა თქვენი არაა და. ოკეი. მომე. წავიდე და მე ჯაჭვე კიდე წამინდა. მოდი. და მე თამჯასთან არ მინდა. აჩა. გაბაკ. ესეც იქ მაქვს ნაყიდი და ეს 2 წელია აცვია.
გოდესაც ისე დაუპატარავდა, რომ გახეული არ არის, მაგრამ ის ჩემს მიშვილს გავუგზავნე, იმიტომ რომ გეგასთვის გოდეს ფეხსაცმელები ბევრი მაგ გადანახული თან კარგები. ბევრი რა, 1-3 წელი მაგ გადანახული და მოკლედ ამიტომ წავედით ვიფასებო, სულ ეს იყო ჩემი დღე ჯერჯერობით და მე კიდე შევეცდები რომ მოვიდე. დროებით.